Საც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. დღეს ხელი მოვაწერე კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ უცხო მთავრობების დაფინანსებით ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართული ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემთხვევაშიც. როგორც ვამბობდით, კანონი მისი უშუალო მიზნის გარდა სხვა მიზნებსაც მიაღწევდა. განხილვების ორთვიანმა პროცესმა ეს დაადასტურა. პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართული ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში. გარდა ამისა, 2 თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნის მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე. ვნახეთ მაიდნის ხსენება გარედან და მისი ესთეტიკის კოპირება შიგნიდან. ანუ ვნახეთ ყველაფერი ის, რაც არაევროპული და თავისი ბუნებით საბჭოთაა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ქვეყანაში, მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის. ამიტომ ყველაზე იმედგამაცრუებელი ამ ყვირილით ჩახშობილ დისკუსიაში ალბათ ის იყო, რომ დღემდე არ გამოჩნდა არც ერთი უცხო სახელმწიფო, არც ერთი უცხო დონორი, არც ერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად არის ნებაყოფლობით იქისროს ქართული ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია. სინამდვილეში კი პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნება. ამ აპოკალიფტურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როცა გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ საკუთარი ფინანსები. ეს არის და ეს არის ყველაზე მინიმალური ვალდებულება, რაც კი შეიძლება დაწესებულიყო. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არც ერთ სამართლებრივ სისტემაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ სინამდვილეში გამჭვირვალობის კანონი გაზდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. და რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი. დაბოლოს, მადლობა მინდა გადაუხადო ქართულ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აყვა ტყუილის და სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას, შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი, დადგე საქართველოს მხარეს. გაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით საუბრობდა არასამთავრობო სექტორი, ამის და მიუხედავად მაინც შედის ხო კანონპროექტი ძალაში, ისიც მე შეგიძლიათ და რა იქნება რეაგირება? რაც ეხება პროცედურებს, კი ბატონო. რაც ეხება პროცედურებს, დღეს მოვაწერე ხელი, ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის
ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ უკვე დადგება ვალდებულება იმ ორგანიზაციებსა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, რომ დარეგისტრირდნენ ამ პორტალში და შემდეგ დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები. ამ კანონი ამოქმედება ხვალიდანვე, თუმცა ის ვალდებულება რეგისტრაციის წარმოიშობა ხვალიდან 60 დღეში, რაც უწევს დაახლოებით 4-5 სექტემბერია თუ არ ვცდები. რაც შეეხება ზოგიერთი ორგანიზაციის განცხადებას კანონის დაუმორჩილებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა არის არადემოკრატიული ქცევა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება მათივე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია, ყველა მიცის რა არის გასაკეთებელი, ყველა მიცის რა შედეგები მოყვება იმას თუ იმ შემთხვევაში თუ არ იქნება დეკლარირება და აქვე მე განცხადებაში ვთქვი და ესეც მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ამ დეკლარაციებს თუ განცხადებებს კანონის მიმართ დაუმორჩილებასთან დაკავშირებით, იქვე და მოგიწოდებთ ყველას, რომ კითხოთ ყველა ამ ორგანიზაციას. თუ მათ კანონის ასე ვთქვათ ტექსტი არ მოსწონს, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე ხალხის მიმართ. თავად რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში მათ პრობლემა ამ კანონის რომელიმე მუხთან კი არ აქვს. მათ აქვს პრობლემა იმაში, რომ ხალხისთვის ცნობილი გახდება მათი ფინანსები. გახდება ცნობილი, რომ თუ სადმედის უცხოური დაფინანსების ნაწილი, რომელიც ჩვენ შიგდაშიგ შევიტყობთ ხოლმე, რომ იხარჯება რადიკალიზმში, იხარჯება მათ შორის ორგანიზაციებში, რომელიც ბოლო პერიოდში ტერორით და მუქარით არიან დაკავებული და სამწუხაროა დღესდღეობით უცხოური დაფინანსება ასოცირდება ასეთ ორგანიზაციებთან, ვინც ტერორს და ტერორით და მუქარით არის დაკავებული, ასე რომ ყველას მოუწოდებ, რომ მიყვლენ კანონის ნორმას, სულისკვეთებას და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. ჩვენ კი ბატონო, კიდევ ერთხელ ჩვენი ეს ქართული კანონი, გამჭვირვალობის ქართული კანონი არის ყველაზე რბილი კანონი, რაც კი არსებობს მსგავსი ხასიათის კანონებისა სოფლიოში. ამაზე დაბალი სტანდარტი, ასე ვთქვათ, გამჭვირვალობის ვალდებულებისა არ არსებობს არც ერთ სამართლებრივ სივრცეში. ითვალისწინებს ერთადერთ ვალდებულებას მხოლოდ, რომ წელიწადში ერთხელ მოხდეს დეკლარირება ფინანსების, რასაც აკეთებს სახელმწიფო ინსტიტუტი, რასაც აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, რასაც აკეთებენ საჯარო მოხელეები და რა ხელშეუვალი კასტა გახდა არასამთავრობო სექტორი, რომ მათ უნდა თქონდეთ პრივილეგია, რომ იყვნენ იმოქმედონ ფარულად იმ მოქალაქეებისგან, რომელსაც თვითონ როგორც ამბობენ წარმოადგენენ. და ამავე დროს ის არის ასევე რბილი იმ რეაგირებაში, რაც სახელმწიფოს ექნება იმ შემთხვევაში, თუ კი კანონის შესრულება არ მოხდება, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს ეს კანონი, ეს არის ფინანსური ჯარიმები. სხვა არაფერი, განსხვავებით სხვა სისტემებისგან, სადაც არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, სადაც არის ორგანიზაციის ლიკვიდაცია და სხვა, სადაც არის მათ შორის სავალდებულო ტიტრირება და წარწერა, ასე ვთქვათ, არაფერი არ არის საერთოდ ამ კანონში. ერთადერთი ვალდებულება არის წელიწადში ერთხელ დეკლარირება, ერთადერთი პასუხისმგებლობა არის ფინანსური სანქცია, ანუ ჯარიმა. სხვა არაფერი ამ კანონში არ წერია და ვერც ეწერება, სულ 6 გვერდია ეს კანონი. კომპანიას ექნება ამ ყველაფერში მონაწილეობა, თუმცა ჩვენ გვახსოვს, როდესაც თავად უნდა განახორციელებინა ეს პროექტი, თავად საუბრობდა, რომ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან აპირებდა თანამშრომლობას, თუმცა დღეს ამ მიმართულებით გვესმის მის მხრიდან კრიტიკა და სამგებლო შემოგვიწყდა. არაფერი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმარჯვებ, ოპოზიციას არ აქვს საკუთარი ნება. ის მოქმედებს უცხო ქვეყნებიდან წამოსული
დღის წესრიგით და თავსმოხვეული ნებით. ეს არის, რასაც მიიღებენ რა განწყობასაც დაინახავენ სხვა ქვეყნიდან წამოსულს ზუსტად იმ განწყობაზე ჯდებიან. ჩვენ ვნახეთ, რომ არ არის ყველა კმაყოფილი იმით, რომ ჩინური კომპანია იქნება ის, ვინც შეასრულებს ამ სამუშაოებს, თუმცა აქვე უნდა ითქვას კიდევ ერთხელ ხაზგასმით, რომ საქართველოს სახელმწიფომ არ დაიშურა არაფერი იმისთვის, რომ დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ჩაედოთ ფული ამ პროექტში. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებთანაც იყო ინტენსიურად ამაზე საუბარი, რომ წაეხალისებინათ ამ პორტის მშენებლობაში ამერიკული ინვესტიციის მონაწილეობა. სამწუხაროდ ხედავთ, რომ შეიძლება ინტერესი არ იყო, არ ვიცი მე ბიზნესის ყოველ შემთხვევაში შედეგი სახეზე არის, იყო აბსოლუტურად ღია გამჭვირვალე საერთაშორისო ტენდერი, რომელიც თვეების განმავლობაში მიდიოდა და ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში ერთადერთი კომპანია იყო, ვინც საბოლოო განაცხადი შემოიტანა. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია ერთის ხუთს. მეორე ხუთს კიდევ ერთხელ ახლა რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ. ერთი რომ ეს ადამიანები არიან ნასამართლები თაღლითობაზე, ეს არის არ უნდა დაავიწყოს ოფიციალურად გასამართლებული არიან თაღლითობაზე. ხა თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ ერთმანეთთან შორს არ დგას. ამიტომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომელიც ნასამართლები არიან თაღლითობას. მეორე არ ვიცი ეს თაღლითობა იყო თუ რა იყო, მაგრამ თავის დროზე ანაკლის საკითხი ხომ ყველას გვახსოვს. ყველა ხომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ყველა უყურებდით პირდაპირ ეთერში რა ხდებოდა. ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი მამუკა ხაზარაძეს, რომელიც იძლეოდა დაპირებებს, რომ შემოიყვანდა სხვადასხვა ინვესტორებს და ფულს ვერავინ ვერ ნახა საერთოდ. ვისაც კი მოყავდა, ყველა მოდიოდა იმ პირობით, რომ ქონოდათ უშრომელი ფული. ეს იყო საბოლოო ჯამში, რაც ვნახეთ. სახელმწიფომ რამდენჯერმე 10-ჯერ მეტი იყო თუ არ ვცდები გადავადება მათთვის ვალდებულების შესრულების ვადებისა და ბოლოს გახსოვთ, თან არც კი ერიდებოდნენ საჯაროდ ამას ეუბნებოდნენ და საყვედურობდნენ ჩვენ მოქალაქეებს, საყვედურობდნენ, რომ როგორ არ დავთანხმდით მოქალაქეები, რომ მიგვეცა გარანტია მამუკა ხაზარაძესთვის, რომ მისი ბიზნესი ამ ანაკლიაში მიუხედავად იმისა, რომ მოგებას მოიტანა თუ არა, ჩვენ მოქალაქეები ჩვენი ჯიბიდან დაუფინანსებდით მას მოგებას. ამას გვთხოვდა ჩვენ მოქალაქეებს, რომ თუ კი ანაკლის სპორტი არ მისცემდა იმ მოგებას, რომელიც მას ჰქონდა სასურველი, ჩვენ მოქალაქეებს ჩვენ ჯიბიდან ამოგვეღო ფული და მიგვეცა მამუკა ხაზარაძესთვის, რომ მას ჰქონდა ბევრი მოგება. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც შემდეგ თაღლითობაზე იყო ნასამართლები და დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ პოლიტიკაში აქვს მორალური უფლება, რომ იყოს და მიიღოს მოქალაქეების ხმები და ამის პასუხი მან მიიღო მოქალაქეებისგან 3%-მდე იყო მისი მხარდაჭერა გახსოვთ არჩევნებში. ხომ აი ეს არის პასუხი იმაზე, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ უნდა კონდეს უშრომელი ბიზნესი და წაგებულ ბიზნესში მოგება ნახოს მოქალაქეების ხარჯზე. ამიტომ ასე შევხედოთ საერთო ჯამში მის განცხადებას. ნუ ჩვენ მას შემდეგ რაც რადიკალურმა ოპოზიციამ ნახა, რომ მათი დეზინფორმაციული კამპანიამ კანონთან დაკავშირებით ვერ შედგა, მას შემდეგ რაც ნახეს, რომ მოქალაქეების თავიდან შეძლეს გარკვეული რაოდენობა მოქალაქეების ემოციური განწყობა ამ კანონის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ყველა გაერკვა შემდეგ ყველაფერში და ნახეს, რომ პროტესტი, მათი ხელოვნური პროტესტი ჩაეფუშათ, ეხლა გადავიდნენ ისტერიაზე. ეს ისტერია გამოხატული არის იმ ძალადობაში, მუქარაში, რასაც ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად მათი მხრიდან, ამის გამოჭენებას შემდეგ, ამით თავსმოწონებას და ასე შემდეგ. აქ პრობლემური ის კი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ამის მონაწილე და ხედავთ, რომ იმ ეგრეთ წოდებულ გულანთებულ მოქალაქეების უკან ყოველთვის გამონაკლისის გარეშე დგანან ნაციონალ მოძრაობის აქტივისტები, მეგის ქარდავას ზონდერები და ასე შემდეგ. ყოველ ჯერზე ხო ეს ვნახეთ, ხო? მაგრამ ეს არ არის თავარი პრობლემა. თავარი პრობლემა არის, რომ ამის უკან ჩვენ ხედავთ ევროპულ და ამერიკულ ფონდებს, რომლებიც აი ამ ორგანიზაციებს შემდეგ აფინანსებენ. ანუ აფინანსებენ მათ
ვინც ტერორით, ძალადობით და მუქარით არის დაკავებული. რაც არის სამწუხარო, ვინაიდან ქართული ხალხის თვალში შემდეგ ეს ფონდები, ევროპული და ამერიკული ფონდები ასოცირდება ტერორთან და მუქარასთან. პრემიერ-მინისტრის ანგარიში. მომავალ კვირას ველოდებით პრემიერ-მინისტრის ანგარიში. პარლამენტში მზავნილი არის. კი, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე წარმოდგენილია ტექსტის სახით, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გაეცნონ და ბოლო სასესიო კვირაში იქნება პრემიერ-მინისტრის ანგარიში უკვე პლენარულ სხდომაზე. ხო, საინტერესოა ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა და არც ერთხელ არ მიმართა პრემიერ-მინისტრ ყობახიძეს ინტერპელაციით. მათ შეეძლოთ ყოველ თვე ირაკლი ყობახიძე დაებარებინათ პარლამენტში ინტერპელაციის წესით და ვერც კი გაბედეს, რომ დისკუსიაში შესულიყვნენ ინტერპელაციის ფორმატში ირაკლი ყობახიძესთან. და ვნახოთ წლიური ანგარიშის ფორმატში მაინც თუ გაბედავენ მოსვლას და ამ ანგარიში დასწრებას. აქციების შეფასება აი მაგალითად გუშინ კონცერტიც ჩაატარეს, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა ის რომ მუხტი არის საზოგადოებაში დავარდნილი და კონცერტიც იმიტომ ჩაატარეს რომ საზოგადოება მოისმინოს. ხო, არც მინდა რომ ამ შეფასებებში შევიდე, მე მგონი ყველაფერი თვალნათელია, ყველაფერს თავად ხედავენ. იმ ფოტოგრაფის სახელი დამოვიწყდა, მოგეთ არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე, რომელიც შემდეგ ვცდილობს რომ რაღაცნაირად გააბევროს და ისე წარმოაჩინოს, გაბევრებული წარმოაჩინოს, ასე ვთქვათ, აქციის მონაწილეები და ამის იმედზე არის, ამის იმედზე არის დღეს რადიკალური ოპოზიცია და ამიტომაც ვამბობ რომ ისტერიაში არიან, ამიტომ არიან გადასული მუქარაზე, ამიტომ არიან გადასული ტერორზე და ევროპის სახელით საქართველოში 21 საუკუნეში ტერორით არიან დაკავებული ის ხალხი, რომელიც თავის თავს ასოცირებს ევროპასთან, რომელიც მათ შორის ფინანსდება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან და ამ ხალხისგან დღეს ჩვენ ვხედავთ ტერორს. სინამდვილეში არანაირი მუხტი ამ ხრივ არც არსებობდა ნიაღვარი დეზინფორმაციის, რომელიც ძირითადად განპირობებული იყო გარედან წამოსული დეზინფორმაციული კამპანიისა ქართული კანონის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ეს ამან გარკვეული, ასე ვთქვათ, ემოციური განწყობები შექმნა. თუმცა ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად რომ ამ ორმა თვემ და სწორედ ამიტომაც იყო ყველა შესაძლებლობა მიცემული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ყველასთვის, უცხოელისთვისაც, დიპლომატისთვისაც, უცხოელი პოლიტიკოსისთვის, შიგნით ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, მოქალაქეებისთვის, ყველასთან ჰქონდა ჩვენ შეთავაზება ღია საჯარო დისკუსიისა კანონთან დაკავშირებით, ყოველ ჯერზე ვიღებდით უარს და ვიღებდით უბრალოდ სამხრივ პროპაგანდისტულ სლოგანებს ამ და იარაღების მიწებებას ამ კანონთან დაკავშირებით. ამიტომ თვითონ დრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის კანონი, რომელიც საქართველოს ყოველთვის მოქმედებს, თუ კი ხარ სიმართლის მხარეს, ამას შეიძლება დაჭერდეს გარკვეული დრო, იმისთვის რომ სიმართლემ თავი გაიტანოს, მაგრამ ის აუცილებლად თავს გაიტანს. ამას შეიძლება დაჭერდეს დღეები, ზოგჯერ ჭირდება დღეები, ზოგჯერ კვირები, ზოგჯერ თვეები, მაგრამ სიმართლე თავის თავი ყოველთვის გააქვს. ასე მოხდა ეს ეგრეთ წოდებულ სანქციების დაწესება, არ დაწესების კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა, ასე მოხდა ეს მიხეილ სააკაშვილის წამება არ წამების კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა და ასე მოხდა ახლაც. სამივე კამპანიაში ჩართული იყვნენ უცხოელი და ადგილობრივი აქტორები, ეს იყო აბსოლუტურად სინქრონული მოქმედება, სამივე ჯერზე სიმართლემ თავისთავი გაიტანა და არავის არ მიეცა შესაძლებლობა ამ ქვეყნის არებს. მომენტომი ბლინკენმა თავად აანონსა, რომ იქნება სანქციები და ჩვენი ინფორმაციით 500 კაციანი სია იქნება, ვინც მოხვდება დასანქცირებულთა სიაში.
უპირველეს ყოვლისა ეს განწყობაც თავისთავად აჩვენებს თუ რამდენად არ ესმის ოპოზიციას, რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი ქვეყნის შვილი. წარმოდგენა არ აქვს. ჩვენ ვუყურებთ რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ჩვენ მოქმედეთ ქართველი ხალხის დაკვეთით, ქართველი ხალხის მანდატით და სანქციით. ამიტომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა საქართველოსთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის უცხო ქვეყნების რა განწყობა აქვს ჩვენს კანონმდებლობას. ჩვენ ამას ვხედავთ წლების განმავლობაში. ჩვენ ამას ვხედავთ წლების განმავლობაში რუსეთისგან, ხო? საქართველოს ასანქცირებდა რუსეთი ზუსტად იმიტომ, რომ არ მოსწონდა რაღაცები გადაწყვეტილები, რომელსაც თქვა ხელისუფლება იღებდა. ამიტომ ეს რუსული სტილის პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ არ ამართლებს. მე მგონი ეს ყველამ დაინახა. პირიქით ეს უფრო გვიმყარებს ჩვენ აზრს, რომ ის რაც არის ეროვნული ინტერესი, ის არის გადამწყვეტი. ამიტომ ჩვენ ხელმძღვანელობთ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და მოქმედეთ ამ ინტერესის შესაბამისად. რას გააკეთებს სხვა ქვეყანა, ეს მათი საქმე არის. ხედავთ რომ ჩვენს გარდა მუქარები არის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ, მუქარა არის მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. არ ვიცით ეს მათი საქმე არის, რას გააკეთებს სხვა ქვეყანა. ჩვენი საქმე არის, რომ ჩვენ ვემსახუროთ ჩვენ ხალხს და მოქმედოთ ჩვენი ხალხის ინტერესით. აპრილის თვეში ხო არ ხდებიან, ამ კანონს ხო არ შეეხება შეხვედრები, დიალოგი უკვე შეხვდა, მათიკაშვილი შეხვდება, ასევე მარიამ ვაშთანაც იგეგმება შეხვედრა და მანამდე ასეთი შეხვედრები ასეთ ტიპის ქვეყნებთან ხომ არ არის დემონსტრირება იმისა ქართული ოცნების მხრიდან, რომ ჩვენ დასავლეთი აღარ როგორი ტიპის ქვეყანა არის? როგორი ტიპის ქვეყანა არის? ისეთი არ არის ავტოკრატიული ტიპის ქვეყანა, როგორც ირანი. ან ნაციონალ მოძრაობის აზრი ეს არის? ნაციონალ მოძრაობის აზრი ეს არის? გასაგებია. კი ბატონო, გასაგებია ნაციონალ მოძრაობის გასაგებია ნაციონალ მოძრაობის აზრი. კი ბატონო. რაც შეეხება დელეგაციებს, ჩვენ განსაკუთრებით პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ფორმატებში პარლამენტს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებთან. ეს იცით რომ მათ შორის არის ჩემი პირადად ამოწევის პარლამენტის და ჩემი პირადად ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ საპარლამენტო დიპლომატია იყოს ძალიან ინტენსიური და ძლიერი და ამიტომაც არის რომ ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში გვაქვს დიდი რაოდენობა კომუნიკაციების უცხო პარლამენტებთან. მე თავადაც მქონდა ალბათ რეკორდული რაოდენობის ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის ცენტრალურ აზიაშიც გახდით მე ოფიციალური ვიზიტით. ასევე არიან კომიტეტები და არის ჩემი უშუალო მოწოდება ყველა კომიტეტის და მეგობრობის ჯგუფის მიმართ, რომ იყვნენ ძალიან აქტიური ამ ურთიერთობაში, მათ შორის ვიზიტების მხრივ, როგორც მეორე მხარეში ვიზიტის მხრივ, ასევე საქართველოში მათი მოწვევის მხრივ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, როლი, რაც საპარლამენტო დიპლომატიის მხრივ ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან და ხალხებთან გქონდეს საპარლამენტო დიპლომატიის დონეზე ურთიერთობა. ყველა ქვეყანასთან, რომელიც ხალხებთანაც ჩვენ გვაქვს ხოლმე ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა და ყველა ქვეყანასთან, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, ყველა ქვეყანასთან, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენი არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის, ყველა ქვეყანასთან აბსოლუტურად. პრეზიდენტის ხარკიასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, უკვე დღეს არის ბოლოვა და როდესაც პოლიტიკური პარტიები ხელს აწერენ და გაირკვევა საბოლოოდ ვინ შეუერთდება და არ შეუერთდება. რა მოლოდინი გაქვს? შედგება თუ არა ოპოზიციური ერთობა და რა მიზანი აქვს პრეზიდენტს ამ ხარკს? დღეს მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის შემცირება, პოლარიზაციის შემცირება, დეზინფორმაციის შემცირება, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან დღეს რადიკალური პარტიები მოვაწერენ ქარტიას, რომელსაც სამართლიანი დაერქვა ომის ქარტია. ვინაიდან თავის თავში აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც 2 წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმებით ეკაჩებოდნენ ომში
და ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც რო ჰქონოდათ და შესაძლებლობა გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების და მათი ჭკუით ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო გახვეული იქნებოდა ომში, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად კოლაფსის წინაშე. აი ამ პარტიების ომის ქარტიას ეწერება დღეს, არის მეგონი ბოლოვადა არის, დღეს ხელი, ასე რომ ცალ მხარეს არის ომის ქარტია.